შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება ვიდეო კადრებზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და საკმაოდ ბევრი მნახველი ჰყავდა. კადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ არასრულწლოვანი ბოშები ტურისტებზე და მათ პირად ნივთებს ძალის გამოყენებით ართმევენ. გიდები ყვებიან, რომ ამ დროს განსაკუთრებით მძიმე ვითარება იქმნება, რადგან ბავშვები ჯგუფურად მოქმედებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავარი პრობლემა მოზარდთა ასაკია. კადრები თუ როგორ დაესხნენ თავს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ბოშები სოციალურ ქსელში თვითმხილველმა გაასაჯაროვა. მომხდარის დეტალებს ნინო ხაჩიძე თავად იხსენებს. ყვება, რომ როდესაც ქართველი გიდები უცხოელ ვიზიტორებს ქალაქს აცნობდნენ, მათთან არასრულწლოვანი ბოშების დაჯგუფება მივიდა. მათ ფილიპინელ ტურისტებზე თავდაპირველად ფიზიკურად იძალადეს. წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად საფულის მოპარვა მოახერხეს. ტურისტებმა პირადი ნივთის დაბრუნება შეძლეს, რის შემდეგაც ბოშები ადგილიდან გაიქცნენ. ფილიპინელები იდერიებენ და ამ დროს მესმის უტყნიდა ხმარო წარმოართა საფულე. მეხვეწებიან რომ მიეცი ფული, ოღონდ მოგცენ პასპორტები, დაგვიბრუნონ პასპორტები. ამათაც ეხვეწებიან იქ. ვიდეოში ჩანს, როცა ხელით მიჭირავს მეც და ამათაც და ვეხვეწები რომ დაგვიბრუნეთ ეს და ფულს რაც შუქებენ და რაღაცა ჭიდაობა მიდეს და საბოლოო ჯამში იყო რომ ერთ-ერთმა ფილიპინელმა წაართვა უკან თავისი საფულე. ვიდეოში, რომლის მოპოვებაც ქრონიკამ შეძლო, ბოშების მორიგი ქურდობაა ასახული. არასრულწლოვანი გორგასლის ქუჩაზე მდებარე სურსათის მაღაზიაში შედის და ტელეფონს იპარავს. დაზარალებული პატრულს იძახებს. შემოვიდა პატარა ბავშვი, ბოშა და მოიპარა ძვირადღირებული ტელეფონი. ამაზე რა თქმა უნდა საპატრულო პოლიციასაც ჰქონდა რეაქცია, მაგრამ როგორც შედეგი არ მოყოლია ამ ყველაფერს. არასრულწლოვანთა დაჯგუფება, რომ ქალაქისთვის პრობლემაა, ამაზე ტურისტულ ზონებში დასაქმებულებით საუბრობენ. ყვებიან, რომ ქურდავენ სავაჭრო ობიექტებს და მითითებებს უფროსებისგან იღებენ. საკითხის დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობენ გიდებიც. მათ არც საბუთები აქვთ, არანაირი ჩაწერა როგორც ჩანს არა აქვთ და იდენტიფიცირებას ვერ მოახდენ და რომც მოგინდეს დაჭერა არ იციან ვინ არის, ვინ უნდა დაიჭირონ. ეს დიდი პრობლემაა ჩემი აზრით. უდრობიან ჯიბეში აცლიან ფულს. სტოვებენ იმ ფულის გარეშე რა ფულითაც ჩამოსულებენ აქ. შემოეხვევიან 1-6 კაცი და ზოგი ჯიბეში უკვე იციან რა, საიდან დამინახია უბრალოდ და გამწარებულები იძახებენ პატრულს. მაღაზიებიდან რაც გარეთ არის, რასაც დაინახებენ, იპარავენ და მიდიან, ვერც დაეწევით. დამნაშავეთა დაუსჯელობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მათი ასაკია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ სისხლის სამართლებრივი დასჯის მექანიზმის გამოყენება ვერ ხერხდება, როცა 14 წლამდე ბავშვები ქურდობენ. არის შემთხვევები, როდესაც ეს ბავშვები არიან 14 წლამდე ასაკის, ანუ როდესაც მათ არ მიუღწევიათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. ასეთ შემთხვევაში თავისთავად ცხადია, რაიმე სისხლის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ბავშვების მიმართ ვერ მოხდება. რაც შეეხება 14-დან 18 წლამდე ასაკის პირებს, აქაც დიფერენცირება უნდა მოვახდინოთ. არის შემთხვევები, როდესაც მათ მიერ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ხდება და მათი დაკავების საკანონმდებლო საფუძველი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევებზე კოორდინირებული მუშაობა, პრევენციული შინაგან საქმეთა სამინისტროსი და სოციალური მომსახურების სააგენტოსი. ძალოვანი უწყება ბოშების იდენტიფიკაციის მიზნით სოციალურ სააგენტოსთან ერთად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.